გამარჯობათ, თქვენ უსმენთ ჩოხატაურის ხმას, გამდა ცინცაძესთან ერთად. მოგესალმებით, დღეს ჩვენ რადიო გადაცემაში სტუმრად გყავს ყველასათვის საყვარელი ლადო აფხაზავა. მოგესალმებით ბატონო ლადო. დიდი მადლობა რომ მოგზანდით ჩვენთან გადაცემაში. დაიხარეთ, მოგესალმები და მივესალმები ყველა თქვენ რადიო მსმენელებს. მე მგონი საქართველოში არ არსებობს ადამიანი, ვინც ლადო აფხაზავას არ იცნობს, მაგრამ შევახსენოთ ჩვენს მაყურებელს, თქვენ შესახებ ცოტა რამ რომ მოგვიყვეთ. მე ვარ ლადო აფხაზავა, სამოქალაქო განათლებას და ჩვენ საქართველოს ასწავლი ჩიბათის საჯარო სკოლაში 2017 წლიდან გავხდი მასწავლის ეროვნული ჯილდოსმყოფელი. 2019 წელს უკვე შევედი მსოფლიო 10 საუკეთესო მასწავლებელს შორის და ძალიან მიხარია. თუმცა აქვე ყველას ვეუბნები, რომ მიუხედავად ამ ტიტულებისა, მაინც ხშირად ვეუბნები ყველას, რომ ეს არ არის ეს გლობალური ჯილდო და მასწავლის ეროვნული ჯილდოს მფლობელობა არ ნიშნავს, რომ შენ ყველაზე ჭკვიანი ხარ საქართველოში და ყველა მასწავლებლად ჯობი ხარ. არა, ეს ასე არა. უბრალოდ სხვადასხვა განხორციელებული პროექტების მიხედვით, რა უნარჩვევებს, რა დამოკიდებულებებს ასწავლი ბავშვებს, რა ცვლილებებს ახდენ თემში. აი ამის შესახებ არის კონკურსი და რა თქმა უნდა იყოს მასწავლებელი კარგი პროექტები განახორციელოს და ძალიან ცვლილებებს უნდა ახდენდე და ამ კუთხით მივიღეთ, რომ ეხლა შეიძლება ჩემზე განათლებული პედაგოგები და ნამდვილად არის ჩემს სკოლაშიც არის და ძალიან მაგარი განათლება აქვს მიღებული, მაგრამ რატომღაც კოლეგები ყოველთვის ცდილობენ, რომ აი როდესაც შევხვდები ვინმეს, ყველა ზოგიერთი მეუბნება, იცით რა, მე თქვენზე კარგი განათლება მაქვს მიღებული. ძალიან კარგია მიხარია. არა, თქვენზე უფრო განათლებული ვარ. კი ბატონო, ძალიან კარგია მიხარია, რომ განათლებული ხარ, მაგრამ ამ განათლებით რატომ ეჯიბრებიან ვერ ხვდები და ასე რომ არა უხშავს. ძალიან არასწორი დამოკიდებულებაა, იმიტომ რომ საგნის ცოდნა არ ნიშნავს იყო კარგი მასწავლებელი. აი მასწავლებლებმა დამამშვიდა, რომ აი მასწავლებლო, ვინმე ვინც გაგეჯიბრებაო განათლებაში, მე უფრო განათლებული ვარო, იმის განათლებაში ეჭვი შეგეპაროს უნდაო და შეიძლება განათლებული იყოსო, მაგრამ ადამიანური ღირებულებები არ გააჩნდესო და ძალიან გამიხარდა, იმიტომ რომ სწორედ აი ამ მარცვალს ვდებ ჩემო სწავლებში, რომ განათლებით კი არ უნდა გაეჯიბრო, არამედ აღიარო ადამიანები, სხვა ადამიანები აღიარო და როდესაც შენ სხვა ადამიანებს აღიარებ, აი მერე ხდება შენი აღიარება და შენც იმას გინდა რომ დაემგავნო, ან უკეთესი გამოხვალ, ან ცოტათი დაეწევი მაინც და ძალიან მიხარია რომ ეს მარცვალმა მე მგონი თქვენს მოსწავლეებს სხვანაირი დამოკიდებულება არ შექნებოდათ თქვენგან გამომდინარე. კი, აი მაგალითად ძალიან მიხარია აი დღესაც მეუბნებოდნენ გაკვეთილზე, რომ აი თქვენზე რაღაც ვიდეო გავვრცელდა და ძალიან მაგარი ვიდეო იყო, ძალიან მაგარი იყო, მაგრამ კომენტარებში ეწერა ძალიან ცუდი კომენტარები და ძალიან ისე ნორმალურად მიიღენ, იმიტომ იციან ტროლები, ბოტები, კიბერ სამწუხაროდ ძალიან ბევრია ეგეთი შემთხვევა და ბევრია და აი გაცვიცნობიერებულები არიან და ცნობიერების ამ კუთხით ცნობიერება ამაღლებული აქვს და არანაირი პრობლემა არ აქვს და ძალიან მიხარია, რომ სხვა დამოკიდებულებები აქვს და სხვა დამოკიდებულებები და ღირებულებები აქვს, მე მგონი ახალ თაობას და ძალიან მივესალმები ამბობს. კი. ბატონო ლადო, ბავშვობა რას გაიხსენებდი თქვენი ბავშვობიდან? რამ განაპირობა ის, რომ თქვენ აირჩიეთ პედაგოგიური გზა? ცოტა რომ თქვენს პროფესიაზე ვისაუბროთ და მერე უკვე გადავიდეთ უშუალოდ სამოქალაქო აქტივობებში. მოგითხრათ ახლა ახალ ძალიან პატარობიდან რაღაც ვოცნებობდი მასწავლებელი ყოფილიყავი და ძალიან ბევრი მასწავლებლის ისტორიები მაქვს მონაცემენი, მასწავლებლის ისტორიები მაქვს მონაცემენი, რომლებიც წერენ, რომ ბავშვობაში რაღაც თამაშებს თამაშობდი და ვითომ მასწავლებელი ვიყავ. მსგავსი რამ არ ყოფილა. უბრალოდ ძალიან კარგად სწავლობდი ფიზიკა, მათემატიკას. ვცდილობდი რომ ან ფიზიკის მასწავლებელი გამოსულიყავი, ან მათემატიკის, მაგრამ მაშინ მე როცა ვაბარებდი, გამოწვევ ძალიან რთული პერიოდი იყო, ანუ პედაგოგიურზე ვერ ჩააბარებდი, თუ ძალიან სოლიდური თანხას არ მიიტანდი. ამიტომ კონკურენციაც იყო, ჩვენ მე მრავალშვილიან ოჯახში დაბადებული და ჩემი დები სამივე
სწავლობდა უმაღლესში და ეხლა მშობლებს ვერ დავალდებულებდი რომ რაღაც თანხა გადაეხადა და ამიტომ ისეთ ფაკულტეტზე შევედი, ეკონომიკურ ფაკულტეტზე შევედი და ჩავაბარე ეკონომიური ფაკულტეტი. როგორც ასეთი პედაგოგი დიპლომი პედაგოგის მე პროფესიით პედაგოგი არ ვარ, მაგრამ რომ გამختارიყავი პედაგოგი, ძალიან ბევრი ვიბრძოლე და აი როგორ დაიწყო თქვენი კარიერა პედაგოგიური? რა იყო, რა გამოწვევები ჰქონდათ დასაწყისში? დასაწყისში მქონდა ის, რომ როდესაც სასწავლებელი დავამთავრე და ჩამოვედი ჩემს სოფელში, უცებ დედა ჩემი გახდა ცუდად და დედა გარდაიცვალა, ძალიან ახალგაზრდა და ძალიან მალევე მამაც გარდაიცვალა. მამამ ვერ გაუძლო დედის გარდაცვალებას და დავრჩი სახლში მარტო. ჩემი სამი და გათხოვილები იყო და სახლში დავრჩი მარტო. აი მაშინ, როდესაც ფიქრის დრო მქონდა და სახლში ვიყავი მარტო, მაშინ მივხვდი იმისთვის მე, რომ არ ვიყავი მზად ცხოვრებისთვის. როდესაც შენ თავს შეაფასებ და კრიტიკულად მიუდგები, მე უფრო ორგანიზებული ხდები და ატყობ რა მინუსი, რა პლუსი, რა შეგიძლია, რა შესაძლებლობები გაქვს. და პირველად რაც გავაკეთეთ, ჩემ გამზრდელ სკოლაში, მიგზიანი საჯარო სკოლაში, მასწავლებლად კი არა, არამედ ჩემი ერთ-ერთი მასწავლებლის ფიქრო ჩხატიშვილი იყო სკოლის დირექტორის მოადგილე. და აი ამ ადამიანს ვეხმარებოდი და მოხალისეთ მუშაობდი. იქ იყო ღონისძიებები, სხვადასხვა აქტივობებში დაგეგმა და აი ამ აქტივობების დროს რატომღაც მახსენდებოდა ჩემი მოსწავლეობა, როდესაც არ მინდოდა რაღაც ღონისძიებაში მონაწილეობა, მაგრამ მასწავლებლები მაძალებდნენ. ერთ-ერთი ღონისძიება იყო, მანსაკანი უნდა ჩატარებულიყო და სკოლის ადმინისტრაცია მომაწოდა ისეთი მოსწავლეები, რომლებიც ძალიან მაგრად სწავლობდნენ. ხო და ბოლოს რო შევეკითხე ამ ბავშვებს არ მინდაო, საერთოდ არ მინდა ამაში მონაწილეობა და ბოლოს შევარჩიე ყველაზე სუსტი მოსწავლეები, რომლებიც არ სწავლობდნენ. და ამ მასაკანის ჯგუფში 12 ბავშვი, რომლებიც საერთოდ მასწავლებელს უთხარი რომ ეს ბავშვები უნდა შევიყვანო მასაკანის ჯგუფში, კინაღამ გაგიჟდნენ. ალბათ არ ელოდნენ იმას, რომ ესე ყველაზე სუსტ მოსწავლეს დაასახელებდით. კი, არ ელოდნენ, რომ ასეთ სუსტ მოსწავლეს როგორ შეიძლებოდა თქვათ ამ გუნდში გაწევრიანება და აი მოკლედ ამ ბავშვებმა შეიძლება გაკვეთილები არ ისწავლეს, პროცესში არ იყვნენ ჩართული, მაგრამ მასაკანში მათ უფრო მეტი ტექსტების დაზეპირება, წაკითხვა, აზროვნო შეკითხვების ანალიზი, მეცადინეობა უფრო მეტი იყო იმ წელს და ჩვენ გავიმარჯვეთ იმ წელს მუნიციპალიტეტის მასშტაბით ჩიბადის საჯარო სკოლამ მაშინ გავიმარჯვეთ. არა, ნიგზიანი საჯარო სკოლამ გაიმარჯვა მაშინ და ძალიან კარგი შედეგი და ახლა დიდები არიან ისინი და ყოველთვის მეუბნებიან რომ აი ყველაზე კარგი წლები ეს იყო, როდესაც ჩვენ მასაკანში ვემზადებოდით და ყველაზე დიდი გარდატეხა აი იმ 12-ივემ ყველამ ჩააბარა უმაღლეს სასწავლებელს. ალბათ ის იყო თქვენი მხრიდან ეგ, რომ თავისი შესაძლებლობების ერთგულად. ამ მასაკანის გუნდმა ამ 12 მოსწავლეს, რომლებიც საერთოდ არ სწავლობდა, დიდი мотиваცია მიცა და რამაც მაფიქრებინა, რომ მოსწავლე მაშინ სწავლობს კარგად, როდესაც მასწავლებლისგან აქვს დიდი мотиваცია. და აი მე შემდეგ, როდესაც ეს მასაკანის გუნდი და 1 წელი ჩემ მოხალისეთ მუშაობდი, ამის შემდეგ გამოჩნდა რელიგიის ისტორიის საათები, სადაც ამ აღმომაჩნდა და ჩავაბარე სემინარია, მაქვს დამთავრებული სასულიერო სემინარია და რადგანაც დიპლომი მქონდა სასულიერო სემინარიის კატეხიზმისა და ძველი აღთქმის მიმართულებით, აქედან გამომდინარე დავიწყე რელიგიის ისტორიის მასწავლებლად 9 წელი მუშაობდი რელიგიის ისტორიის მასწავლებლად და ამის შემდეგ უკვე სამოქალაქო განათლება შემოვიდა, შემდეგ ეკონომიკა შემოვიდა, შემდეგ ჩვენი საქართველოს შემოვიდა. ამასობაში მეც ძალიან დიდი შრომის შედეგად სხვადასხვა სერტიფიკატები, ტრენინგები გავიარე და ძალიან მიხარია, რომ დღეს მენტორი ვარ და უკვე იმ ეტაპზე ვარ, როდესაც უკვე ჩემი მოსწავლების წარმატებები უფრო მახარებს, ვიდრე თქვათ ლადო აფხაზავას
ყველაზე მთავარი არის ჩემთვის, რომ ჩემმა მოსწავლეებმა მიაღწიონ ძალიან დიდ წარმატებას ლადო აფხაზავას ისა ჯანდაბას აუღია. მთავარია ჩემი მოსწავლეები იყოს ძალიან მაგრად და ძლიერი და კონკურენტუნარიანები. თქვენი კარიერის განმავლობაში ბევრი მნიშვნელოვანი შედეგისთვის გაქვთ მიღწეული. რომელი სამითი ამყებდით ყველაზე მეტად და რატომ? პირველი ის იყო, რომ ვიამაყებ იმით, რომ კარიერის დასაწყისში, აი 2000 წლებიდან, 2003 წლიდან მე გავაკეთე ლადოს ბანაკი და ამ ბანაკში სოციალურად, აი მაშინ სოციალური სამსახური არ იყო და ოჯახებს, რომელსაც ძალიან უჭირდათ ბავშვების ზოგიერთი არ დადეგებზე საერთოდ კურორტი რა იყო არ იცოდა, ძალიან გასაჭირი იყო და აი ამ პერიოდში 2003 წელს მე სხვადასხვა ბიზნეს სექტორებს დავუკავშირდი და ერთ-ერთ ბიზნეს სექტორს ყოველდღე რომ თუ დამაფინანსებდა გარკვეული თანხით, ეს იყო 500 ლარი. მე წავიყვანდი 70 მოსწავლეს აბასთუმანში და 21 დღე ვიქნებოდით, მაგრამ ყურიც არ მომწყვება და აი ამ კომპანიასთან ყოველ 3 საათზე მივდიოდი 16 ჯერ მივედი. ყოველ 5 მისვლაზე თანხა ორმაგდებოდა. და წარმოიდგინეთ ყოველ დღე როდესაც მიდიხარ ყოველ 3 საათზე და ეუბნები რომ გამარჯობა მე ლადო აფხაზავამ ბავშვებმა მყავს აბასთუმანში და ხო არ დააფინანსებ და ასე შემდეგ. ასე ერთ და იგივე ტექსტს. მახსოვს ბოლოს ვიყავი მე-16 ჯერ უთხარი მივედი და უთხარი გამარჯობათ მე ლადო აფხაზავა რადგანაც მე მომიწია მე-16 ჯერ მოსვლა უკვე ეს თანხა გახდა 1500 ლარი. 1500 ლარი ძალიან დიდი თანხა იყო მაშინ, ავტობუსად ვიდავდი, ძალიან ბევრი რამის ვაკეთებდი და მოკლედ ბოლოს ამდენმა ვიზიტმა ალბათ რაღაც თავისი გაიტანა მაინც ან ვიღაცა შეხვდა, უთხრა რომ ეს სოციალური პასუხისმგებლობა და ძალიან კარგი იქნებოდა თუ დააფინანსებდა, ალბათ ვიღაცა მურჩია და მოკლედ 1500 ლარი გადმომცა. ამ 1500 ლარით მე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 5 სკოლიდან წავიყვანე მოსწავლეები კურორტ აბასთუმანში. ძალიან დიდი სამხედრო კარვები ჰქონდა, რომელიც დაცული იქნებოდა ყველანაირად, ლოგინები წავიღეთ ის და პროდუქტებიც და ძალიან მიხარია, რომ აი იმ წელიწად 72 მოსწავლემ 21 დღის განმავლობაში დაისვენა აბასთუმანში და რამხელა პასუხისმგებლობაა. პასუხისმგებლობა ძალიან დიდი და ამას მოყვა ის რომ თანამშრომლებით ჩემ ჭკუაზე გადმოვიდნენ, მითხრეს რომ მეც წამოვალ, მე ვთხარი ფინანსები არ გვაქვს და ვერ დავაფინანსებ, არა რა ფინანსები ჩემ შვილსაც წამოვიყვან. და აი მისი შვილი ისვენებდა თვითონ მიხმარებოდა, თქვა ზოგი საჭმელს აკეთებდა, შრომა გადავინაწილეთ და ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ამ ლადოს ბანაკში არაფორმალური განათლების ელემენტები უფრო გაჯერებული მქონდა ყველანაირად აი იმ პერიოდში. აი მაგის თქვა მინდა მაშინ სამოქალაქო საზოგადოება ძალიან დაბალ დონეზე იყო. ესაა მგონი მაგალითად მაშინ ხვდებოდი იმას, რომ მარტო ტექსტის წაკითხვა კი არ იყო მნიშვნელოვანი, არამედ მეტად მნიშვნელოვანი იყო უნარჩვევები და დამოკიდებულებები ქონოდათ ბავშვებს და რა თქმა უნდა ცოდნაც და ამ სამივეს მისაღწევი იქნებოდა ამის ცოდნა აი სწორედ არაფორმალური განათლებით და აი ძალიან მაგარი აქტივობები ჰქონდა ბღიაცის ქვეშ, ბუნებაში შემოვდგებოდით. აი მაშინ ბავშვებმა პირველად გაიცნენ რა იყო კონსტიტუცია, იმიტომ ბანაკის კონსტიტუცია დავწერეთ. თუ 70 ბავშვი იყო და შეიძლება და ერთ ადამიანს ვერ ეძღვნა მისთვის, მაგრამ ბანაკის კონსტიტუციას თავად დაწერდა და თავად უნდა შეესრულებია. და აი ამხელა პასუხისმგებლობა უკვე თავის თავზე აიღენდა ძალიან კარგი და ეს ბანაკი გრძელდებოდა 9 წელი. 9 წლის განმავლობაში მე ბანკში ხო 9 წლის განმავლობაში ეს ბანაკი ჩვენ
ყავდა სადღაც 780 მოსწავლე ყავდა წაყვანილი მთელი ამ 9 წლის განმავლობაში 21 დღით დავდიოდით და ძალიან მიხარია რომ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტშიც კი ჩასვეს ჩვენი ბანაკი ბოლო 3 წელი. ძალიან დიდი მიღწევაა ეგ. მით უმეტეს იმ ფონზე რომ 16-ჯერ მოგიწიათ მისვლა დასაფინანსებლად. ხო, თუმცა შრომა გაგიფასდათ. ხო, რა თქმა უნდა, უკავშირი სჭირდება ამ ბიზნეს სექტორს, რომელიც დაგაფინანსებს, ისინი მოვიწვიეთ აბასთუმანში, მოვიწვიეთ წაღვერში, ახალდაბაში, ყოველ წელიწადს დავყავდა და იქ ბავშვები შეხვედრები ქონდა, კონცერტებს ატარებდნენ ბავშვები და სამადლობელ სიტყვებსაც ეუბნებოდნენ და აი ერთი იყო ძალიან მსუბუქი მუსიკა იყო და იქ ამბობდნენ ბავშვები რომ ამ ბანაკში რო არ წამოსულიყო რას ვერ გაიგებდნენ და რას ვერ ნახავდნენ და ეს იყო ძალიან ემოციური, როდესაც ეს ადამიანი რომელმაც დააფინანსა საკვებით ბავშვი რო ამბობდა რომ მე პირველად ჭამე ასე ბლომად კარაქი, მე პირველად გამოვიხეხე ბანაკში კბილები და აი ასეთ რაღაცებს, როდესაც ამბობდნენ, უფრო მეტი და მეტი ცდილობდა რომ დაეფინანსებინა პროდუქტებით და აი ძალიან კარგი კვება ჰქონდა გვახსოვს და აი ეს შევძელი ერთი ეს მეორე ალბათ ის რომ შევძელი ძალიან ბევრი ბავშვის მოტივაციის გაზრდა. აი როგორ ხდებოდა, აი არიან კლასში სუსტი ბავშვები, რომლებიც ყოველი იმედი გადაწურული აქვს, სახშიც პრობლემები აქვს და აი ბავშვებს ვეტყოდი, რომ აი 5 ბავშვი ასეთი. ბავშვებს ვეტყოდი, რომ აი ხა დღეს უჩვეული გაკვეთილი გვექნება, ირგვლივ დამჯდებოდით წრეზე და თითოეულ მათგანს შევშვებდით ამ წრის შუაში და ყველა ვამბობდით ამ ბავშვზე ყველაზე კარგ კომენტარს, რაც მას ახასიათებდა. და მინდა გითხრათ, რომ ცოტა გავაფრთხილე სხვა ბავშვები, რომლებიც ამ 5-ის გარდა გავაფრთხილე ბავშვები, რომ ამ ბავშვებისთვის მართლა სწორად შეგვეფასებია და ძალიან თბილი კომენტარები გვეთქვა და ისინი რატომღაც ზოგიერთი გარიყულად გრძნობდნენ თავს და ეუბნებოდნენ, რომ შენ გაქვს ყველაზე კარგი იუმორის გრძნობა ჩვენი კლასში, შენ ყველაზე მეგობრული ხარ. შენ გულჩათხრობილი ხარ და ამაში რაღაც სიღრმეები არის, შენ კრიტიკულად მოაზროვნე და ამ ყველა კომენტარის შემდეგ ტაშს უკრავდით და ამ ტაშის დაყვრამ ეს ბავშვები ისე ახალისა და ისე დიდი მოტივაცია მისცა, რომ ყოველ მეორე დღეს ის ბავშვები, რომლებიც სკოლაში სუსტები იყვნენ და რაღაც გარიყულად გრძნობდნენ თავს და გარიყულები იყვნენ, რატომღაც ძალიან შეუერთდა სკოლას, ჩაერთოთ ინიციატივებით გამოდიოდნენ შემდეგ და მოკლედ აი ამ პატარა უმნიშვნელო აქტივობამ სრულიად შეცვალა იმ ბავშვების დამოკიდებულება კლასის მიმართ და ეს ძალიან ახარებს. კი, იმიტომ რომ ძალიან დიდი მოტივაცია იქნებოდა ეს მათთვის. აი, ყველაზე ცუდ დროს ყველას ჰქონია ეგეთი მომენტი, როცა ადამიანი ერთ ფილ სიტყვას გეტყვის, ერთ რაღაცა გუნდბილად გაგიღიმებს, თუნდაც რაღაცა იმედის ნაპერწკალი გიჩდება გულში და რაღაცა უკეთესობისკენ გინდა შეცვალო რა. დიახ, მესამე ალბათ ის რომ მცირე საოჯახო ტიპის სახლში მუშაობდი და იქ ბავშვები იზრდებოდნენ, რომლებსაც სახელმწიფო 18 წლამდე აფინანსებს და აი 18 წლის შემდეგ ყველანაირი кейსი წყდება. და წარმოიდგინეთ ბავშვი, რომელიც ძალიან კარგად ცხოვრობდა, ყველაფერი უდარდელი ცხოვრება აქვს და უცებ ეუბნები, რომ უნდა წახვიდეს სახლში. მაგრამ სახლში სად უნდა წავიდეს და ამიტომ ძალიან მიხარია, რომ დღესაც მათთან ერთად ვცხოვრობ, ჩემთან არიან 4 და ვიცი, ჩვეულებრივად ვაგრძელებთ როგორც შვილებს პატრონს თავისი მშობელი, აი ასევე ვთქვათ, ზოგი სასწავლებელში მიდის, ზოგი მუშაობს, ზოგი პროფესიას აძლევს, ზოგს ეხმარები გაძლიერებაში და აი ერთად ვცხოვრობთ ახლა ამჯერად სახლშიც ერთად ვართ. აი ეს ძალიან დიდი სიკეთეა და ყველა ადამიანის შეძლება. რაც შეეხება ახლა გლობალური ჯილდოს გამარჯვებას, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს
ძალიან ისე არ იმაშობი, იმიტომ ადრე მეგონა რომ ვიღაცებს და ჩემ ძალიან ახლო მეგობრებს ჩემი წარმატება ან ნებისმიერ ჩვენთაგანი წარმატება უხაროდათ, მაგრამ თურმე ამ წარმატებებზე თურმე არ უნდა ისაუბრო, იმიტომ თურმე გულს უხეთ ხალხს და რაც უფრო მეტი კარგი რამ თქვა სიუჟეტი გაკეთდა ჩემზე ან რამე გავაკეთე, ყველაფერი ძალიან ცუდად მომიბრუნდა უკან იმ კუთხით, რომ აი მეგობრებმა და ძალიან ახლო მეგობრები, რომლებიც ადრე ფიქრობდნენ, რომ მე არა უსუსური ვიყავი და არაფერი არ შემეძლო და მე უცებ რომ გავძლიერდი, ეს უკვე ვეღარ აიტანეს. ამიტომ ყველა სხვას ურჩევნია, რაც უფრო შეუმჩნეველი, რაც უფრო სუსტი იქნები, თავარია სხვას აგზნობიო, რომ შენ ყველაზე სუსტი ხარ და ისაა ძლიერი და მაშინ მეგობრობენ. მაგრამ თუ გაძლიერდი, მაშინ არავის აღარ უნდებხარ და მე პირადად სხვა დამოკიდებულება მაქვს, თუ ჩემი მეგობარი ან ახლო, ან კოლეგა თუ წინ წავა, მაგაზე კარგი რა არის. მაგრამ თურმე ზოგიერთი ასე არ ყოფილა. ამიტომ ხშირად აღარ ვლაპარაკობ ასეთ რამეებს. თქვენ თავი არიდეთ საკმაოდ, თქვენ ჯილდოს საერთაშორისო მასწავლებლის კონკურსში მონაწილეობას და ტოპ-10-ში მოხვედრას, თუმცა უნდა დაგისვათ მაგაზე შეკითხვა. რა იყო თქვენი წარმატების მთავარი საიდუმლო? თქვენი აზრით, რატომ აგარჩიეს თქვენ და არა სხვა? ხო, იმ წელიწადს 151,000 აპლიკაცია იყო. აი 2019 წელს გლობალურ ჯილდოზე იყო 179 ქვეყნის წარმომადგენლის 151,000 აპლიკაცია იყო და არც კი ვიფიქრებდი, რომ ჯერ 50 საუკეთესოში მოვხდებოდი და როდესაც მოვხვდი, ძალიან კმაყოფილი ვიყავი და ძალიან გახარებული და მეტი არც მინდოდა. მაგრამ თურმე წინ ერთ თვეში მელოდება ის, რომ ერთ დღეს დამირეკავენ და მეუბნებიან, რომ ხვალ თქვენთან ჩამოდის BBC და სიუჟეტი უნდა გავაკეთოთ. ვეუბნები რატომ ხდება და გეუბნებიან, რომ რატომღაც თქვენი кейსია ძალიან კარგი და უბრალოდ სიუჟეტი გვინდა გავუშვათ გლობალურ ჯილდოს. მე თქვი ალბათ რაღაცა სიუჟეტების პერიოდი აქვს და თურმე ეს სიუჟეტები კეთდება 10 საუკეთესო მასწავლებელზე და ის BBC-ს წარმომადგენლები. ეს ამბობთ, ეს თქვენ არ იცოდით მაშინ? არა, სიუჟეტს რო იღებდნენ, მე ვიცოდი, რომ ამ ჯილდოზე ერთი სიუჟეტი უნდა გასულიყო ამ 50 მასწავლებლისგან და ეს სიუჟეტი იყო არჩეული და ეს ძალიან დიდი წარმატება იყო ჩემთვის, რომ რატომღაც ჩემი кейსი მოიწონა და იღებენ ფილმს ჩემზე. ამის შემდეგ მოხდა ის, რომ ერთი სიუჟეტის გადაღებიდან 2 კვირაში უკვე გამომიძახეს თბილისში, მივედით კოალიცია განათლების საოფისში და ვეკავენ და შეხვდნენ, მელაპარაკენ და მეუბნებიან, რომ ეს წუთები შენ არასოდეს არ დაგავიწყდება. მეუბნები რა წუთებზეა საუბარი. ვერაფერი ვერ მეთქი, სიუჟეტი ძალიან მაგარი გამოვიდა და ამას მეუბნებიან მეთქი და აი ჩვენ ერთი რაღაც უნდა გითხრაო, შენო სოფლიოს 10 საუკეთესო მასწავლებელს შორის მოხდიო და მახსოვს ეს ფილმი, ეს ვიდეო დაწერილია ისტორიაშიც ჩაიდო, გლობალური ჯილდოს ისტორიაშიც ჩაიდო. საქართველოში რატომღაც მხოლოდ ერთადერთ ჯერ გავაჟღერეთ და ისიც დახურულ შეხვედრაზე, სადაც ჩემი რეაქცია იყო, რომ თავი ჩავღუნე, სულ კანკალი დამაწყებინა და როცა თავი მქონდა ჩაღუნული, იმ პერიოდში 19 წელი ვასწავლდი სკოლაში, ახლა უკვე 25 წელია სკოლაში ვასწავლი. და ყველა ამ 18 წელში ვინც მოსწავლები იყო, ყველა დავინახე. თითქმის ყველა აქტიობა რაღაც კინოს კადრები წავიდა და მე რა თქმა უნდა მაწიე თავი, უკვე ცხონებს ამომივიდა და მოკლედ ასე სევდიანი, ანუ მან გლობალური ჯილდოს ვინც ამას აკეთებდა, გითხრა რომ ყველა ყვირო და ყველა კიო და ყველა იცინო და
ხოლო თქვენ დაიწყეთ ყველაზე სევდიანი და ჩემი ეს სიხარული იმდენად გადამდები ყოფილა და ემოციები იმდენად იყო, რომ დავინახე, რომ ისინი წტიროდნენ. მერე უკვე ერთ თვეში ჩამოვიდა, ერთ კვირაში ჩამოვიდა ბიბლიიდან ამ გლობალიდან ფსიქოლოგი, რომელიც უკვე 10 საუკეთესო მასწავლებლებთან ყველა სხვადასხვა ქვეყანაში გაუშვეს, ჩემთან ჩამოვიდა ფსიქოლოგი და მაფრთხილებდა და მაძლიერებდა იმით, რომ როდესაც ეს გაჟღერდება, თქვენზე წამოვა ნეგატიური კომენტარები, თქვენზე წამოვა ეს და ყველაფერი წინასწარ ვიცოდი. ყველაფერი ვიცოდი, რას დამაბრალებდნენ, რას იტყოდნენ ჩემზე, როგორ შეეცდებოდნენ ჩემი რეპუტაციის შელახვას. ეს უკვე ვიცოდი ერთი, როცა გამოცხადა 10 საუკეთესო მასწავლებელს შორის მოხდა ლადო, ერთი 2 კვირით ადრე. და შეგუებული ვიყავი და აი კომენტარებს რო ვკითხულობდი, იმას კი არ ვანალიზებდი, რომ ადამიანები წერდა, რომ საშინელებებს აკეთებს ეს ბიჭი და ეს ბიჭი რაღაც პოლიტიკური პარტიის ერთ-ერთი პარტიის წარმომადგენელია, ან ძალიან ცუდი რაღაცებს წერდნენ კიდევ და ამას კი არ უკვირდებოდი, რომ ვაიმე როგორ ახდა, საიდან ხდებოდა ეს ფსიქოლოგები, რომ ამას დაწერდნენ და ნეტა ამათმა ხო არ მოაწყო და ამას ვამბობდი და თან მეცინებოდა და მოკლედ ძალიან მაღალი ფსიქოლოგიურად მომზადებული იყავით თქვენ უკვე. ფსიქოლოგიურად მომზადებული ვიყავი და მე ყველაზე მაგარი ის იყო, რომ ჩემი თქვათ მედია წიგნიერების პროექტები, რომელიც სკოლაში განვახორციელე, ჩემი მოსწავლეებიც თურმე ჩემზე უფრო მეტად მომზადებულები არიან და როდესაც ცუდი კომენტარები იწერებოდა, ედავდი ჩემი მოსწავლეებს, რომ ვაიმე თქვენ ტროლი ხართ, თქვენ ბოტი ხართ, ეუბნებოდა, თქვენ ახლა ასე იქცევით, თქვენ ისე იქცევთ და მოსწავლეები ჩემზე უფრო მეტად განიცდიდნენ, მაგრამ იცოდნენ, რომ ეს პროგრამა წერდა ამ ყველაფერს და პროგრამა და არა რეალური ადამიანები და რომ ეს ინფორმაციები, ყალბი ინფორმაციები, რომ ადამიანების ან ჯგუფის, ან რომელიმე ადამიანის რეპუტაციის შელახვას რომ ისახავდა მიზნად, ეს იცოდნენ და ძალიან მიხაროდა, რომ მთელი სკოლა მომზადებული მყავდა ამისთვის. სხვანაირად მე მგონი თქვენთან არ შეიძლებოდა.